გამოცემას ვაგრძელებთ სასარგებლო და პრაქტიკული რჩევებით BMG Avers-თან პარტნიორობით. Ყოველ სამშაბათს გთავაზობთ საუბარს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელობას და ყოველდღიურ კეთილდღეობას. რუბრიკის დღევანდელი თემა კი გახლავთ სახის კანის პიგმენტაცია და მოვლის საშუალებები. საქმე დილას სამედიცინო რუბრიკაში სწორედ ამ მნიშვნელოვან თემაზე მოწვეულ სტუმართან ერთად ისაუბრებს საქმე დილას რუბრიკის თანაწამყვანი და Avers-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნორევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს. ნინი, უღრმესი მადლობა წარდგენისთვის, სხვათა შორის საჯაროდ გამოსვლა ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა ტელეწამყვანის ამპლუაში ყოფნა აბსოლუტურად სხვა ემოცია და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო იმ ემოციისთვის BMG საქმიან გუნდს ბატონი გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით. საოცრებაა მართლაც ასეთ პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა და საქმის კეთება და უღრმესი მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივ პროფესიონალ გუნდს ამისთვის, ამ ემოციისთვის და ამ შთაბეჭდილებებისთვის. ახლა გადავიწყოთ რუბრიკა და მივესალმებით ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმიან მაყურებელს. როგორც ნინიმ აღნიშნა, დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც საკმაოდ აქტუალურია არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ყველამ ვიცით, რომ კანის ფერს განაპირობებს პიგმენტი მელანინი. ღია ფერის კანში ის მცირე რაოდენობითაა, ხოლო მუქი ფერის კანში უფრო მეტი. ჰიპერპიგმენტაცია უკაცრავად. ეს არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ხდება პიგმენტის ჭარბი გამომუშავება და კანის ცალკეულ უბნებში ჩალაგება. ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. დღეს ვისაუბრებთ პირველადი პიგმენტური ლაქების ძირითად მიზეზებზე. ასეთი ლაქები შესაძლოა გამოწვეული იყოს მზის ულტრაისფერის სხივებით, ჰორმონული ცვლილებებით, აკნესა და ანთების შემდგომი ცვლილებებით, კანის ტრავმებით, მაგალითად აგრესიული კოსმეტიკური პროცედურების შედეგად, რომელიც ვითარდება და სამწუხარო და ასაკობრივი ცვლილებებით. საქმიანმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ რუბრიკა მზადდება BMG-სა და Avers-ის პარტნიორობით და მისი მიზანია მაყურებელმა მიიღოს სანდო და სწორი ინფორმაცია. სწორედ BMG-სა და Avers-ის გადაწყვეტილებით რუბრიკის ბოლოს დავსვავთ ძალიან მარტივ კითხვას, რომელიც დღევანდელ დღეს და თემას შეეხება. პირველი სწორი პასუხის ავტორს კი საჩუქრად გადავცემთ ბაბეს დეპიგმენტ ხაზის პროდუქტებს, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს სივრცეში. ეს არის ბაბეს ფლუიდი, ინტენსიური შრატი და მზისგან დამცავი. სწორი პასუხი უნდა მოიწეროს BMG-ის ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე. განვაგრძობთ რუბრიკას ჩემს არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, დერმატოლოგთან, ქალბატონ ვერიკო აბრალავასთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო ვერიკო. მადლობა სტუმრობისთვის და ინტერესისთვის. მადლობა თქვენ ვალიკო, ძალიან დიდი მადლობა. პირველი კითხვა, რაც შეეხება რა არის ზოგადად თქვენი როგორც პროფესიონალის, მე ჩამოვაყალიბებ თქვი, მაგრამ თქვენი როგორც პროფესიონალის რჩევა რა და მოსაზრება რა არის ჰიპერპიგმენტაცია? ჰიპერპიგმენტაცია ეს არის კანზე არსებული ბუნებრივი პიგმენტ მელანინის არასწორი ჩალაგება კანში, უბრალოდ ეპიდერმისში, რაც იწვევს მომატებულ ფერს, მაგალითად, ეს ფერი შეიძლება იყოს ყავისფერი, მუქი შეფერილობის, შავი ფერის, წერტილოვანი. სწორედ ეს არის პიგმენტაცია, რაც არის პათოლოგია და იწვევს კანზე სხვადასხვა ფერის შეფერილობებს. დიახ, და რამ შეიძლება ზოგადად გამოიწვიოს ეს პიგმენტ მელანინის ჩალაგება და ბუნებრივად პიგმენტ მელანინი ჩვენ კანში გვაქვს და ეს ნორმალურია, ეს არის დამცველობითი ფუნქცია კანის, რომ გამოიმუშავოს მელანინი, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ხდება მაგალითად დიდი რაოდენობით მზის ინსოლაცია, ჰორმონალური არასწორი ბალანსი, მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებული არის შემდეგ მზესთან კონტაქტთან, ეს იწვევს კანზე პიგმენტის არასწორად ჩალაგებას და პიგმენტაციის წარმოქმნას, რაც არის პათოლოგიური პროცესი, როგორც უკვე აღნიშნეთ. დიახ, ქალბატონ ვერიკო, როგორ გამოვიცნოთ, რომ ეს არის სწორედ ეს პიგმენტური ლაქები, იმიტომ რომ სახეზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ შეიძლება გაგვიჩნდეს, ხო? აი ზუსტად ეს რომ არის პიგმენტი, ჰიპერპიგმენტაცია, როგორ გამოვიცნოთ ეს ლაქები? მას ახასიათებს სხვადასხვა ფორმა, ფერი, ეს შეიძლება იყოს ყავისფერი ფერი, მუქი შეფერილობა და ფორმა შეიძლება იყოს როგორც ლაქა, ასევე წერტილოვანი ფორმა
და თუ ჩვენ ეს აღვენიშნება სახეზე განსაკუთრებით ლოყების მიდამოზე, თვალის ირგვლივ, შუბლზე, ეს არის პიგმენტური ლაქა, იგივე მელაზმა, რომელიც არის უკვე დაავადება და სჭირდება მკურნალობა. აი, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და რა დროს არის, სხვათა შორის ზოგადად ხა ისეთი ამინდებია, რომ აუცილებლად რაღაცა გაზაფხულის ამინდები იყო გუშინ წინ და სხვათა შორის რომ არ გაგვიჩნდეს, ხო, ეს განსაკუთრებით ეს პიგმენტი, როდის უნდა მივმართოთ დროულად, როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა და დროულად სპეციალისტს როდის უნდა მივმართოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არ გაგვირთულდეს და უფრო ღრმა ფენებში არ გადავიდეს, ხო? და მაშინ უნდა მივმართოთ სპეციალისტს, როდესაც ლაქა გამოვლინდება, რადგანაც თავდაპირველად მყისიერი ჩარევა განაპირობებს მკურნალობის უფრო მარტივ პროცესს, რაც მნიშვნელოვანია, რაც უფრო პატარაა ლაქა, რაც უფრო ღია შეფერილობისაა, მისი მოგვარება უფრო მარტივია. თუ შევნიშნავთ, რომ სახეზე ან დეკოლტეზე ან ხელებზე გაჩნდა ესეთი ფერის ლაქები, აუცილებლად თავიდანვე უნდა მივმართოთ სპეციალისტ დერმატოლოგს, რომ მოვაგვაროთ პრობლემა. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ერიკო, როგორ უნდა დავიცვათ თავი, რომ ეს პიგმენტი არ გაგვიჩნდეს, რა საშუალებებს უნდა მივმართოთ და შემდეგი კითხვა იქნება, როგორ უნდა ვიმკურნალოთ, თუ გაჩნდა ეს სამწუხაროდ ეს პიგმენტი. როგორ უნდა დავიცვათ თავი? პირველ რიგში თავი უნდა დავიცვათ გამოსხივებისგან, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, როგორც UVA, UVB, ასევე ინფრაწითელი და ლურჯი სხივი, ეს არის ეკრანზე არსებული სხივი, ყველა ეს 4-ვე ჩამოთვლილი სხივი იწვევს პიგმენტაციის გაძლიერებას, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავის საშუალება. თუ ვღებულობთ მედიკამენტებს, განსაკუთრებით კონტრაცეპტივებს, ასე დროს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ თავი და ვფიქრობ, რომ მზისგან დამცავ საშუალებასთან ერთად პარალელურად თან ავარიდოთ და მოვარიდოთ თავი, რუჯი არ მივიღოთ, რადგანაც ეს არის ყველაზე ხშირი პრობლემა. ზაფხულის პერიოდში. რა თქმა უნდა, მაგრამ ჯანსაღად შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებით და შემდეგ უკვე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ეს არის ამქერცლავი საშუალებების გამოყენება, შესაძლებელია ლაზერით მკურნალობა, ადგილობრივად კოსმეტოლოგიური ჩარევები, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსური, ერთიანი მკურნალობა არის ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში. გასაგებია, აი თქვენ როგორც სპეციალისტი, რა პროდუქტები, რა პრეპარატებია ეს თუ საცხებია, რას გვირჩევთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და აბსოლუტურად აღარ გქონდეს ეს მე გირჩევთ ისეთ ნივთიერებებს და ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს ნიაცინამიდს, C ვიტამინს, გლიკოლის მჟავას, აზელაინის მჟავას და სწორედ დღეს წარმოდგენილი არის ბაბეს პროდუქტები, დიახ. ესპანური ბრენდი გახლავთ ბაბე, ხო, როგორც ჩვენმა მაყურებელმა. ბაბე არის ესპანური ბრენდი და დაახლოებით 40-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს და ძალიან როგორც ექიმს გამოცდილება მაქვს ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ. მას აქვს განსაკუთრებული ის, რომ ცალკე აქვს ჩაშლილი ეს ხაზი პორტფოლიო დეპიგმენტ კონტროლის სახით და წარმოდგენილი არის ორი სხვადასხვა პროდუქტი. პირველი ეს არის ლოსიონი, რომელიც შეიცავს ნიაცინამიდს, C ვიტამინის მჟავას, რომელიც არის მკურნალობის პირველი ეტაპი, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში პირველი სტეპი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ დაბანის შემდეგ. შემდეგი არის ლოსიონი პირველი, შემდეგ არის კონტროლ ფლუიდი, რომელიც არის ასევე ძალიან კარგი შემადგენლობით, შეიცავს აზეოგლიკანს, ნიაცინამიდს, C ვიტამინს და ეს არის უკვე მეორე ეტაპი მკურნალობის. ხოლო საღამოსთვის არის ინტენსიური შრატი, რომელიც არის ყველაზე ძლიერი და შეიცავს ტრანექსამის მჟავას, ჰიალურონის მჟავასთან ერთად, რაც განაპირობებს პიგმენტაციის შემცირებას და თან კანის დატენიანებას და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი შემადგენლობით და რაც მთავარია, მზისგან დამცავის საშუალება, რომელიც ასევე შეიცავს C ვიტამინს, აბრწყინვალებს კანს, აძლევს ერთგვარ შეფერილობას და ძალიან ეფექტური არის თუ გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია მკურნალობასთან ერთად დაცვა, რადგანაც თუ მკურნალობთ, კანი არის შედარებით მგრძნობიარე და ასე დროს გვჭირდება მზისგან დამცავის საშუალება, რომელიც დეპიგმენტ კონტროლს წარმოდგენილი აქვს ცალკე. გასაგებია. სხვათა შორის მე დავაანონსე რუბრიკის დასაწყისში, რომ ჩვენ გვექნებოდა კითხვა. მოდი
კითხვა თქვენ დასვით გავტონო ერიკო, რაში მდგომარეობს? ძალიან მარტივი კითხვა და სხვათა შორის ეს კითხვა ძალიან მარტივად უკვე თქვით, უკვე დაანონსეთ, აღნიშნეთ და რაში მდგომარეობს? მარტივად დაუსვათ მოდი ჩვენს მაყურებელს კითხვა. რომელ ჩამოთვლილი 4 პროდუქტიდან რომელი შეიცავს ტრანექსამის მჟავას? მე ცოტა რთული ხო არ არის? ლოსიონი. ნეტავ რომელი შეიცავს ტრანექსამი? აბა რომელი პროდუქტები ვახსენეთ? პირველი ვთქვით ეს არის ლოსიონი, კონტროლ ფლუიდი, შრატი და მზისგან დამცავი საშუალება. და მინდა აღვნიშნო, რომ სწორი პასუხის ავტორმა გთხოვთ, რომ მოიწეროთ BMG-ს ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე და აუცილებლად ეს 4-ვე პროდუქტი გადმოგეცემათ საჩუქრად ავერსისგან, ასე რომ ვიაქტიუროთ. და სხვათა შორის მე ბოლო კითხვა მაქვს გავტოვერიკო, როდესაც აი რუტინა, როდესაც გვაქვს ეს პრობლემა, რუტინა საღამოს მოკლედ რო ჩამოგვითვალოთ, კიდევ რა უნდა გამოვიყენოთ და დილით რომელი პროდუქტები? რუტინაში ყოველთვის პირველი არის დასაბანი საშუალება, დასაბანი საშუალების შემდეგ დღისით გამოვიყენებთ ლოსიონს, ლოსიონის შემდეგ კონტროლ ფლუიდს გამოვიყენებთ და შემდეგ მზისგან დამცავ საშუალებას, ხოლო საღამოს დასაბანი საშუალების შემდეგ სასურველია გამოვიყენოთ შრატი და შემდეგ დამატენიანებელი კრემი. გასაგებია, უღრმესი მადლობა კაპიტონ ვერიკო ამომწურავი ინფორმაციისთვის და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და ვფიქრობ მომავალშიც საკმაოდ საინტერესო თემით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ლალი ბრეგვაძეს და ასევე ჩვენ სტუმარს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევებისათვის. მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი გამოხმაურება ჩვენს აი ამ თავარ კითხვას აქვს და მინდა ვერიკოსთან გადავიდე და ვკითხო, რომ შრატი არის, რომელიც დაასახელა ერთ-ერთმა მომხმარებელმა BMG-ს მიმდევარმა და მაყურებელმა, რომელმაც პირდაპირ სოციალურ ქსელში ლაივის მეშვეობით დაგვიწერა. და რამდენად სწორია მის პასუხი? ნამდვილად სწორი პასუხია, შრატი გილოცავთ. ძალიან კარგი, ეს არის თეა ზედელაშვილი, შემიძლია სახელი და გვერდს დავასახელო, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში მის სახელი და გვერდით არის ეს პასუხი დაწერილი, ვულოცავთ და მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. დღეს საქმე ინდილას ეთერში ლალი ბრეგვაძეს უმასპინძლა თავისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც საავტორო რუბრიკის ფარგლებში ვერიკო აბრალავას უმასპინძლა დერმატოლოგი იყო ჩვენთან ერთად. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნორევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს.